რა არის მთავარი რის გამოც აქ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან იკრიბებთ? ეს არის რა თქმა უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსული ჰიბრიდული პროპაგანდისგან განთავისუფლება. სამწუხაროდ ამ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მოწყობილ ჰიბრიდული პროპაგანდის სისტემაში, როგორიც არის პოსტივი, იმედი, რუსთავი 2 და საზოგადოებრივი მაუწყებელი, არის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც კონსტიტუციით ეკუთვნის ხალხს. ამიტომ ჩვენი ბრძოლა არის, რომ გათავისუფლდეს ეს ტელევიზია, პირველ რიგში ქართული ოცნების პარტიული პროპაგანდისტისგან, ვასილ მაღლაფერიძისგან, შეიქმნა შესაბამისი ნეიტრალური დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა, ბორდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გაიხსნას ეთერი, როგორც დღის ეთერი, საღამოს ეთერი, ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ იყოს ფართო ღია მსჯელობა იმაზე, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი ძალიან ღრმა პოლიტიკური და სამოქალაქო კრიზისიდან, მაგრამ ამას ასევე ემატება, რა თქმა უნდა, ჩვენი სოლიდარობა ყველა ჩვენ პოლიტიკურ პატიმარს. პირველ რიგში ამ შემთხვევაში მოშიმშილე უკვე მე-16 დღე არის მე-17 დღე არის მზია ამაღლობელს ნეტგაზეთის და ბათუმელების ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა ქონდეს მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არ აშუქებს და ძალიან ცოტას აშუქებს გუშინდელ ეთერში, მაგალითად სულ ბოლოს გააშუქეს ძალიან ცოტა ხნით მზია ამაღლობელი შემთხვევა. ჟურნალისტებისგან, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებლის, ჩვენ ვითხოვთ ღირსეულ პოზიციას რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების მიმართ და დაუყოვნებელი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. სწორედ ამიტომ აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი და ბუნებრივად გადაიკეტა ეს გზა, რადგანაც ხალხის წნეხი და ინტერესი ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება და სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები. მადლობა.